ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ და ჩვენი ქვეყანა საქართველო ამინ. დღევანდელ დღესასწაულს ჩვენ უწოდებთ ბზობას. სინამდვილეში მისი ლიტურგიკული სახელი გახლავთ მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში. ეს გახლავთ ძალიან დიდი დღესასწაული. ეს გახლავთ დასასრული დიდი მარხვისა. მე არ ვიცი გიფიქრიათ თუ არა ამაზე რატომ არის დღევანდელი დღე დასასრული დიდი მარხვისა და რა არის დარჩენილი ბოლო ერთი კვირა აღდგომამდე. ის დღეები რაღაც ემსახურება მაშინ. აი ამ ყველაფერზე მინდა დღეს გითხრათ ორიოდე სიტყვით. პირველ რიგში რითიც უნდა დავიწყო არის ის, რომ ბზობის დღესასწაული, ანუ დიდებით შესვლა იერუსალიმში, გახლავთ სიხარულთან ერთად გარკვეული სევდისმომგვრელი დღესასწაული. იმიტომ რომ ქრისტე ჯვარცმისთვის ემზადება და ჩვენ ამისთვის გვამზადებს ყველას. თავის მოციქულებს უთხრა, რომ მე მივდივარ იერუსალიმში, რომ ეს შეურაცხყოფა დავითმინო და ჯვარცმა და სიკვდილი დავითმინო. მაგრამ ამავდროულად იცი რომ სიხარულია, იმიტომ რომ შენ გადარჩები. ამ ყველაფრიდან გამომდინარე. ეს გავს ესეთ ისტორიას, როდესაც მამა გადაფარებია თქვა თავის შვილს და უთქვამს, რომ არა, მე დამხრიტეთ, მე მომკვე, ოღონდ მან იცოცხლოს, ოღონდ ის ბედნიერი იყოს, ოღონდ ის კარგად იყოს, მე მზად ვარ რომ შევეწირო ამას ყოველივეს და შვილი ამ დროს რას განიცდის. რა თქმა უნდა, სევდას მამის თავგანწირვის გამო და სიხარულს მისი გადარჩენის გამო. სწორედ ამიტომაც არის გარკვეული სევდა აი ამ სიხარულთან ერთად, რომელიც ამ დღესასწაულს თანახლავს მეთქი. მაგრამ ახლავს კიდე უფრო სხვა რამეც, სხვა სევდაც ახლავს ამას. ეს გახლავთ საზოგადოების დამოკიდებულება ღმერთის მიმართ, ზოგადად დღესასწაულის მიმართ, ეკლესიის მიმართ, თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ახლავე გეტყვით, რასაც გულისხმობ. რამდენადაც არავის მინდა გული ვატკინო და დავწყვიტო, იმდენად უნდა ვთქვა ეს საკითხი. უთქმელობაც არ ივარგებს, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც იკრიბებიან ბზობის დღესასწაულზე, ყოველთვის აღემატება ყველა სხვა დღესასწაულს. იმიტომ რომ რაღაცას ელოდებიან ღმერთისგან. ხო მართალია? ბზობის დღესასწაული, დიდებით შესვლა იერუსალიმში, იცით რა იყო? ძალიან დიდი მოლოდინი იყო. ძალიან დიდი მოლოდინი იყო. რატომ წავიკითხეთ დღევანდელ სახარებაში ისეთი ამბები, რომელიც შეიძლება საერთოდ არ ეხებოდეს ამას. მაგალითისთვის წავიკითხეთ, რომ მარიამმა ნელსაცხებელის ხო და იქ იუდამ თქვა, რატო არ გავყიდეთ ეს 300 დრაკანი, ძალიან დიდ ფულზეა საუბარი. რატომ არ გავყიდეთ და რატო არ დავეხმარეთ გაჭირვებულებს და რატომ წავიკითხეთ ესეთი ისტორია. წავიკითხეთ ის, რომ ლაზარე, რომელიც მკვდრეთით აღადგინა ამ სუფრასთან ზის. ამის შემდგომ საზოგადოება ელოდება მას და შეყურებს მას ხელებში ასე, რომ ეს არის კაცი, რომელმაც 4 დღის მკვდარი აღადგინა. ამიტომაც მე მას დავუფენ ჩემს ტანსაცმელს და მივეგებები პალმის რტოებით. მაგრამ როგორც კი ის არ გაამართლებს ჩემს მოლოდინებს, მაშინვე დავიწყებ ყვირილს რომ ჯვარსაცვით ეგე. მაშინვე მე აღარ მოვალ ტაძარში, იმიტომ რომ მან არ გაამართლა ჩემი იმედები. ეს თუ ასე არ არის, მაშინ რატომ დღეს აქ ამდენი ხალხი და რატომ არ იდგება აპრილის მეორე ნახევარში? თუ ეს ასე არ იქნება, მე გამოვალ და ყველას წინაშე მოვიხდი ბოდიშს. და თუ ეს ასე იქნება, თითოეული თქვენგანისთვის იყოს ეს შეხსენება იმისა, რომ რატომ იდექი ბზობის დღესასწაულზე. რატომ გადაწყვიტე, რომ ამ დღესასწაულზე ზიარებულიყავი. რატომ გადაწყვიტე, რომ ამ დღესასწაულზე უნდა დაგეფასებინა, ესე იგი, ეკლესია და მოსულიყავი და დამდგარიყავი და რომ ჩაიარა აღდგომამ, ამის მერე აღარ თვლი ამას საჭიროდ. რატომ ვერ გაამართლა შენი მოლოდინი? რას ელოდებოდი და რა ვერ გაგიმართლა? აი ესეთი იყო, არ გეგონოთ თქვენ 21 საუკუნის წინ მომხდარი ამბავი. ასეთი რამ ჩვენს ყოველდღიურობაში ხდება. ჩვენ ასე ვცხოვრობთ, ასე უყურებთ ღმერთს, ასე წარმოგვიდგენია ღმერთი და ასე წარმოგვიდგენია საკუთარი თავი. კიდევ უფრო მეტად დავწვრილმანდები და გეტყვით რას გულისხმობ ამაში. გადაწყვიტეს
რომ მაცხოვარი ეკურთხებინათ მეფედ. ორი შემთხვევა არის ესეთი სახარებაში მოთხრობილი. ორივე შემთხვევას წინ ახლდა რაღაცა მოვლენა. პირველი გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როდესაც 5 პურით 5000 კაცი გაძღა და მიხვდნენ, რომ ეს არის კაცი, რომელიც არ მოგვაკლებს ჩვენ პურს. იმიტომ რომ თუ კი მას შეუძლია 5 პურით 5000 გააძღოს, ამაზე უკეთესი მეფე ვინ შეიძლება ინატრო. მეორე შემთხვევა არის, როდესაც ლაზარე მკვდრეთით აღადგინა და იერუსალიმში მოდის, ამ დროს საზოგადოება მას უფენს აი ამ თავის ტანსაცმელს. ეს სამეფო პატივია, მეფობისთვის ეპატიჟებიან, სამეფო ტახტისკენ მოუწოდებენ, რომ აქ უნდა მობრძანდე, აქ უნდა დაბრძანდე. ამ მეფობისთვის სთხოვენ მას და ეგებებიან ასე და ასეთ პატივისცემას, ამიტომ ავლენენ, მაგრამ სინამდვილეში როგორ შეიძლება წარმოედგინოს ადამიანს ღმერთი? პირველი ალბათ რაც გონებაში მოვა ეს არის, რომ ის არის ყოვლის შემძლე, რომ მას შეუძლია ყველანაირი სურვილი შეგისრულოს, აბსოლუტურად ყველანაირი, მაგრამ აღმოჩნდება, რომ შენს გვერდში მდგომსაც შეიძლება შეუსრულოს ყველანაირი სურვილი და თუ თქვენი სურვილები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, მაშინ რომელს უნდა შეუსრულოს, ხომ არ იცით? ამიტომაც დგები დილემის წინაშე, რომ მე რომ არ მისრულებს აი ამ სათხოვარს, რატომ არ მისრულებს ამ კითხვას უნდა უსვავდე საკუთარ თავს, მაგრამ კითხვას კი არ სვავ, იმედგაცრუებული რჩები. ამიტომაც დგას ბზობაზე ამდენი ხალხი 21 საუკუნის წინ რომ იდგა, დღესაც დგას, მაგრამ აღარ დგას სხვა დღესასწაულებზე, იმიტომ რომ იმედგაცრუებული დარჩა და რას ელოდებოდნენ? ელოდებოდნენ რაღაცა ამ ქვეყნიურს, ამ ქვეყნიურ მეფობას, რომელსაც ის მოიტანდა. აქ რო რაღაცა საქმეებს გაარჩევდა, რომელიც მიდიან და ეუბნებიან, გახსოვს რომ უთხარი ჩემ ძმას გამიყოს ნახევარზე, ესე იგი ჩვენი მამისგან დატოვებული რაღაცა ქონება და მაცხოვარი ეუბნება, მე ვინ დამადგინე ამ ქვეყნის მოსამართლედ. როგორც კი გადაწყვეტენ, რომ 5 პურით გაძღება 5000, ეხლა მიაკითხავენ, რომ მეფედ უნდა მაცხოვარი გარბის და იმალება და იმიტომ გინდათ ჩემი მეფობა, რომ გაძეხით და არა იმიტომ, რომ შეგნებული გაქვთ ის, ვინ არის თქვენთვის ღმერთი. ამიტომაც ადამიანურ მოთხოვნებამდე, როგორც კი დაკავს შენ მისი ყოვლის შემძლეობა, რომ შენს ადამიანურ მოთხოვნილებებს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ აკმაყოფილებდეს, აუცილებლად იმედგაცრუებული დარჩები, იმიტომ რომ გინდა გაძღომა, კი ბატონო, გაძღები, მოგეცემა ეს საჭმელი, მაგრამ მიხვდები, რომ ამ ძღომას ცოტა ხანში კვლავ შიმშილი მოხვება და ახალი საძღომია საშოვნელი. გინდა აღდგომა მკვდრეთით ისე, როგორც ლაზარე აღდგა. ოღონდ იცი როგორი აღდგომა გინდა, რომ აღარასდროს აღარ მოკვდე, ლაზარე კვლავ მოკვდა. ამიტომაც იყო მოთხრობილი ის, რაც სახარებაში წავიკითხეთ, რომ იუდა ამბობს, რომელსაც გვადრუცი გახლავთ ფულის საცავი, ქისა შეიძლება ასე ვთქვათ, თანამედროვე ქართულად, რომელიც მას ებარა და ამბობს, რომ რატომ არ გავყიდეთ ეს ნელსაცხებელი 300 დრაქანად და რატომ არ დავეხმარეთ გაჭირვებულებს. იცით რატომ ამბობს ამას? იმიტომ რომ ვერ გაამართლა იესო მისი მოლოდინები. ეს ქისა არ იყო პირამდე სავსე და ამას ითხოვდა იუდა სწორედ, მეც კი არაფერს. იქვე სახარებაში მინიშნებულიც არის. გვადრუცი მას ებარა და ხანდახან თავისთვის პირად სარგებლისთვის იღებდა ამ ყველაფერს. ამიტომ სადაც პირადი სარგებლობა შენ ამ ქვეყნიურ მეფედ გჭირდება ქრისტე. სადაც მხოლოდ პირად გამორჩენაზეა საუბარი, ამ ქვეყნიურობისთვის გჭირდება. უკვდავებაც რომ გჭირდება, სასუფევლისეულ უკვდავებაზე კი არ ლაპარაკობ. სადაც არა არის ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არც სასულთქმა, აქაურ უკვდავებაზე ლაპარაკობ. და რა არის აქაური უკვდავება? დაუსრულებელი ტკივილი, დაუსრულებელი განსაცდელი და დაუსრულებელი რაღაცა დაპირისპირება და ურთიერთშუღლი ერთმანეთისა. ეს გახლავთ აქაურობა. აქაურობაში თუ დავრჩებით უკვდავებად, რა თქმა უნდა, ამის მეტი რა შეიძლება იყოს. ამიტომაც ღმერთს, რომელსაც მოიაზრებ ყოვლის შემძლეთ, ეს მისი ყოვლის შემძლეობა
სად შეიძლება ვრცელდებოდეს შენ ცხოვრებაში და როგორ შეიძლება ვრცელდებოდეს შენ ცხოვრებაში, ამასაც თუ კარგად არ გაიაზრებ, მაშინ შენთვის ბზობის დღესასწაული დარჩება მხოლოდ და მხოლოდ რიტუალად, როდესაც მიხვედი, ეზიარე, მაგრამ სხვა დღესასწაულებს სათანადო პატივი აღარ მიაგე, იმიტომ რომ მან არ გაამართლა შენი იმედები, ისევე როგორც იუდას იმედები არ გაამართლა. არც იმ საზოგადოების იმედები არ გაამართლა, რომლებიც თავიანთი ტანსაცმელებითა და პალმის რტოებით ეგებებოდნენ და ოსანას უგალობდნენ მას, იმიტომ რომ მათი ჩანაფიქრი იყო, აი მეფე, რომელსაც შეუძლია რომ არ მოვკვდე და მეფე, რომელსაც შეუძლია გამაძღოს და ამ დროს მაცხოვარი ჩუმი და მდუმარე კიცვზე იჯდაო, კიცვი გახლავთ ვირის პატარა შვილი, რა ქვია, კვიცი, ჩოჩორი გახლავთ მოუთვინიერებელი ცხოველი. მასზე არავინ არ იყო ნაჯდომიო, წერია და არავინ რომ არ არის ნაჯდომი და იმაზე კაცი შეждდეს, ხო იცით რა ემართება? აუცილებლად გაგიჟდება, გადაირევა და ტლინკებს აყრის და ყველანაირად ეცდება, როგორც ძლიერი წარმოება, ყველანაირად ეცდება, რომ ტლინკები აყაროს, ხო მართალია? ესეც კი ამის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი ხმას არ იღებს და აი ამ ჯიუტ ცხოველზე, გაუხედნავ ცხოველზე ჯდება და ჩუმად მიემართება, იცით საით? ხალხი ხო ოზანას უმღერის და ხალხი ხო მეპატიჟება სამეფო ტახტისკენ. ის მიემართება იქეთკენ, სადაც ასეთი სიტყვები უნდა წარმოთქვას, რომ შეუნდე უფალო ამ ხალხს, იმიტომ რომ არ იციან რას აკეთებენ. და ეს გახლავთ არა სამეფო ტახტი, არა დიდება და პატივი, არამედ გახლავთ ჯვარი, რომელ ჯვარსაც წინ უძღოდა ფურთხება, ცემა, შეურაცხყოფა, გინება, გმობა და ეს სულიერი ტკივილების შემდგომ ფიზიკური ტკივილები, როდესაც მას ლურსმნებს აჭედებდნენ ამ ჯვარზე გასაკრავად. ამიტომაც აქეთკენ მიმართულია მისი გონება, ვინც ქრისტეს არ უყურებს როგორც ამ ქვეყნიურ მეფეს. აქეთკენ არის მიმართული მისი გონება, ვინც ფიქრობს და აზროვნებს ასე რომ მე ამ ქვეყნად ეხლა ღმერთმა ეს უნდა მომცეს და ასეთი ცხოვრება მომიწყოს, კი არა, მისი გონება მიმართული ერთი რამისკენ, ზეციური მეფობისკენ, ზეციური იმ სამთავროსკენ, რომელმა ზეციურმა სამთავრომაც გადაწყვიტა რომ ადამიანად მოსულიყო, რომ ჯვარცმულიყო, რომ ეს ყველაფერი შენთვის მოეთმინა, ისევე როგორც მამა იტყვის, რომ ოღონდ ჩემმა შვილმა იცოცხლოს და იცხოვროს, მე მზად ვარ თავი გავწირო მისთვის, აი ესეთი რამ აღასრულა. და გეუბნება, ოღონდ შენ იყავი ბედნიერი, ოღონდ შენ იყავი მადლიერი, ოღონდ შენ იყავი ადამიანი, მე კვლავ ამ ჯვრიდან ვიტყვი, რომ მიუტევე უფალო, არ იციან რას იქმან. ამიტომაც დღევანდელ დღეს ბზარს რომ დაიჭერ ხელში, ერთი რამ გახსოვდეს, რამდენი ნაკურთხი წყალი მოხვდება, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ ბზამ შეგახსენოს, რომელ მაცხოვარს ეგებები, რომელი მაცხოვრის საჭიროება გიდგას ამ ცხოვრებაში, რომელიც გაგაძღობს და მუდმივად გაცოცხლებს აქ ამ ქვეყნად, თუ მაცხოვარს, რომელიც შენთვის ჯვარცმულია, იმისთვის რომ საუკუნო ბედნიერება მოიპოვო. ამიტომაც ეს ბზა შენთვის შეხსენებაა ყოველივე ამისა, ყოველდღიურად, რატომ გვიდევს ხატებთან ბზა, ყოველდღე რომ დადგები, დილის ლოცვა იქნება, საღამოს ლოცვა იქნება თუ შუა დღეს რაღაცნაირად მოგეცემა ამის საშუალება ლოცვა წაიკითხო, ამ ბზამ ესაკი ამბავი უნდა შეგახსენოს, რომ შენ რომელი ქრისტე გჭირდება, რომელ ქრისტეს უხმობ, რომელ ქრისტეს უფენ შენს ტანსაცმელს. ეს თუ არ გახსენდება, რამდენ წყალსაც გინდა ასხურებდეს მღვდელი შენს ბზაზე, არაფერი შენს ცხოვრებაში არ შეიცვლება და აღმოჩნდები იმ ადამიანთა რიგში, რომლებიც მხოლოდ ბზობას მოდის, რომელიც მხოლოდ ბზობას უფენს თავის ტანსაცმელს, ოღონდ მოთხოვნა სხვა აქვს და ამ მოთხოვნას ქრისტე არ შეასრულებს, ვერც შეასრულებს. და იცით რატომ? იმიტომ კი არა რომ ყოვლის შემძლე არ არის, იმიტომ რომ შეგისრულოს შენ საუკუნო სიცოცხლე აქ მოგანიჭოს, რომ შეგისრულოს შენ რომ პურით მუდამ მაძღარი იყო, სულის გადარჩენის საკითხი
და გავიწყდება. აღარ გემახსოვრება და ნამდვილი ბედნიერება გამუდმებულად საძებნელი იქნება შენთვის, მოუხელთებელი იქნება. იმიტომ რომ მაძღარი კაცი, როგორი მაძღარიც არ უნდა იყოს, ვერ პოულობს ბედნიერებას სიმაძღრეში. და ვერც დღეთა სიგრძით, სულ რომ 120 და 150 წელი იცხოვროს, ვერც ამაში პოულობს ადამიანი ბედნიერებას. და ნამდვილი და ჭეშმარიტი ბედნიერება გახლავთ ის სარწმუნოება, რომელითაც მწამს, რომ ქრისტე ჯვარცმულია ჩემთვის, აი ამისთვის მოვიდა ამ დღესასწაულზე, რომ ჯვარცმულიყო, 40 დღე იმიტომ მარხულობდი, რომ მე მივსულიყავი მასთან და ეხლა იწყება 51 დღე, როდესაც ის მოდის ჩემთან, რომ ჩემს თვალწინ ჯვარს ეცვას და მომანიჭოს ჭეშმარიტი ბედნიერება აღდგომის სიხარულისა. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ქრისტე ღმერთი.